რუსთავში კი UEFA-ს მეოთხე კატეგორიის სტანდარტების 8000 მაღურებელზე გათვლილი სტადიონის პროექტირება ხორციელდება. არქიტექტურული კონცეფციების კონკურსში გამარჯვებულმა კომპანია სტუდიო 9 წინა საპროექტო კვლევა უკვე დაასრულა. პროექტის დეტალები ინფრასტრუქტურის მინისტრმა რუსთავის მერთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან, პარლამენტში რუსთავის დელეგატთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ადგილზე განიხილა. მოგვიანებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა სტუდია 9-ს ოფისშიც. პროექტირების დასრულების შემდეგ მუნიციპალური განვითარების ფონდის სამშენებლო ტენდერს გამოაცხადებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ ფუნქციურად სპორტული ობიექტების აშენება, არამედ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენს ქალაქებში მივიღოთ ახალი არქიტექტურული ღირებულების მქონე ობიექტები და ზუსტად ამას ემსახურება ის, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსები, ამ კონკურსების შედეგად ხდება გამარჯვებულების გამოვლენა. უახლოეს პერიოდში რუსთავს იქნება თანამედროვე ახალი სტადიონი, რომელსაც ძალიან დიდი ისტორია აქვს. აქტიურ რეჟიმშია თვითონ საპროექტო ნაწილი. ველოდებით უკვე საბოლოო პროექტს, რომელიც როგორც აღნიშნე, მისცემს ქალაქს აბსოლუტურად ახალ ენერგიას და ახალ мотивაციას კიდევ ბევრი გამარჯვება ვიზეიმოთ ჩვენს ქალაქში. პროექტანტს აღებული აქვს ქალაქ რუსთავის მერიიდან სამშენებლო პირობები და უშუალოდ მუშაობს პროექტის ესკიზურ ნაწილზე, რომელიც უკვე უახლოეს მომავალში უნდა ჩაგვბარდეს. რაც შეეხება მთლიან პროექტირების ფაზას, ასე ვთქვათ, მისი საბოლოო ვადა არის წლევანდელი წლის მაისი.